სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო I see a road where I go, where you go. You see a man, no one knows, no one knows, and I've got hope. აქ რა საკეთებ? არ მოგივიდა ჩემი მესიჯი, ხომ მოგწერე რომ გაფრთხილს წაიყვანო მეთევანს. არ მინახავს რა. შენ სამსახურში მიდიხარ? არა, სამსახურში არა, მაღაზიაში უნდა ვიყიდე რაღაც. რა გჭირ შენ უძინავი ხარ? ხო რავი. არა. თუ რამე? არა. უძინარი რა, ნანერვიულები და უბედური. და რა ზაინერვიულები? ვიცი, კატოს ხო არ ჭირს რამე, ჰა? ძალიან ცუდად არის მოკლედ რა. რას ნიშნავს ცუდად არის? როგორ ცუდად არის? მოკლედ რავი, რატომაც ლარი მაიჩემა, რომ გინდა თუ არა იქიდან წავიყვანოთო ბავშვი, მაინც გადავამოწმოთ. წაიყვანეს ახლა თაკუნდა. ლალიმიდან შეამოწმა მექიმა ტომოგრაფია გადავო რაღაცები და რას იძახ? ტვინში აღმოჩნდა ეს რა აღმოჩნდა? მოკლედ ჰემანგიომა აქვს რა. რას ეგეთი ხო და ცენტრალურ ნერვულ სისტემას რაღაცა იმ მხედველობის ცენტრს აწვევა მოკლედ რა და შეიძლება დაბრმავდეს რა. რას? რას იძახ ერთ წამი, რას ნიშნავს დაბრმავდეს? და გამოსავალი არ არის? ჰა? არ ვიცი რავი. ყავდათ ექიმთან? ყავდა ხო, ექიმთან ლალის ახლობელია ის ექიმი. ბოდიში რომ ვერავი. შეიძლება ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მგონია რომ ეს ანალიზები ალბათ მაინც სხვა ექიმს უნდა ანახოთ, არა? მეც ეგრე ვფიქრობ ხო. ვაპირებთ, მაგრამ არ ვიცი ხო ვისთან. მოიცადე ერთი წუთით. მე ვიცი. ეხლა ქეთევანს მივწერ და დამირეკავს რო გამოვა სალონიდან, დაიცა? ხო იცი, ყველა თეთრხალათიანს იცნობს თავისი ბიოგრაფიებით და ყველაფრით. რამეს მოგვიხერხებს, დაიცა? მოგწერს ახლა. მომისმინე 21 საუკუნეა რა, გამორიცხულია რომ რამე გზა არ არსებობდეს. კერეს, ყველაფერი იქნება კარგად, გესმის? არ ინერვიულო რა. დავიღალე რა. მაგრა დავიღალე. I'm not low. I'm not low. Koba. აულა დილი ვარ. Კაი, გავაგე, ფანჯარა გავაგე, მიდი. როგორ ხარ შენ? დაჯექი ერთ წუთს, დაჯექი, მე მივხედავ, დაჯექი. გამისკდა გული. აუ. არ გძინავს ხო შენ საერთოდ?
რავია. ხო, ესე იგი არ გძინავ საერთოდ. ისე რა. შენ იცი ადამიანისთვის უძილობა რა საშინელება, ფიტავს ადამიანს. იმიტომ გემართება მე ეს რაღაცა უაზროთ რო დადიხარ. კაი, დღეს გადავრჩით. ხვალ რა იქნება, მართალი გითხრა არ ვიცი. რა ვქნათ, კობა? ძალიან ნერვიულო, გესმის? მეშინია, ბიჭო, მეშინია. ხო. ეხლა რო გთხოვეს, რომ პარაშუტიდან გადმოხტები, უნდა გადმოხტა ეს? კარგი რაკეტი რა. არა, მაგ თემაზე გეხვეწები, რო ჩამოხვალ, მერე ვილაპარაკოთ, ხო, ტელეფონით ხო არ ვილაპარაკებ. კაი, ჩამოიყვანა მაშინ ნორმალურ დროს რა. რო არ შეეძინოთ. კაი, დედა, წავედი რა კარებზე. კაი, მადლობა. კეთი, მოდი. რა კარგ დროს მოხვედი. შემო. ეხლა ვაპირებდი ზუსტად ჭამას და არა, თან არჩია, მაგდენი დროც არ მაქვს. შესვენებაზე გამოვიქეცი უცებ. ნუ მიყურებ გაკვირვებული. ფილმს თუ რამე უნდა უყურდეს, ეს მე ვარ. მოიცა, ვერ ხვდები რაზე მოვაბარებ. შენზე. რა? გიორგის გამო თუ მოდიედი სამსახურიდან არ უნდა გეთქვა? საიდან გაიგე? რა მნიშვნელობა აქვს? ჩათვალე რომ ეგრეთ უმექცევი, ხვალ უკვე მთელ ბანკს ეწოდინება. იცი, ძალიან კარგად ვიქცევი. და ძალიან დროულად. ანა, თქვენი ურთიერთობა იყო წარსული. და უნდა დაივიწყოთ, შენც და იმანაც. ჩვენი იურისტი რო ამბობს ხოლმე გახსოვს? არსებობს რაღაც დანაშაულები, რომელსაც ხანთაზმოობის ვადა არ გააჩნია. ანუ დანაშაული რჩება დანაშაულად ბოლომდე. ანუ მესმის ძალიან კარგად გიორგისი რო არ უნდა ჩემი დანახვა არსად. მით უმეტეს სამსახურში. ანუ გიორგი მკითხა წადიო? და შენ რა სიტყვადი მითხარი შენს ცოლს, რომელმაც გიღალატა, ქორწინებაში დაორსულდა სხვისგან და მე შენ გატყუებდა რომ შენი შვილიაო. მე არ ვიცოდი ვისი შვილი იყო, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ხვდები რომ სრული აბსურდი არის. აი რა სიტყვადი მითხარი? ხო ხედავ რომ პასუხი არ გაქვს. ხო, უბრალოდ ვცდილობ რომ აზრები დავალაგო, დაგარწმუნო იმაში რომ არ ხარ მართალი. სხვა სიტუაციაა ეს რა. რა ანა? გიორგიმ დაგაწყებინა სამსახური? გიორგი მიმუშავა წელიწადზე მეტი? თუ გიორგიმ დაგაწინაურა? არა, მაგრამ კეთი. რა მაგრამ? ის რო დირექტორია არ აძლევს მას იმის უფლებას, გაგანთავისუფლოს მარტო იმიტომ რომ შენი დანახვა არ უნდა და დისკომფორტს უქმნის. რამე რო გააფუჭო, კი ბატონო მესმის. მაგრამ მარტო იმიტომ რომ შენი დანახვა არ უნდა, მაგის გამო ვერ გაგიშვებს. გავიგე. მაგრამ მესმის იმისიც რა. ხო, მაშინ შეუძლია არ გითხრას გამარჯობა ქუჩაში. არ წახვიდე იქ, სადაც იცი რომ გიორგი არის. მაგრამ წყალში ჩააგდო ის, რაც ამდენი ხანი იშრომე, მაგას ვერ გავიგებ. ანა, შვილი გყავს. პასუხისმგებლობები გაქვს. და უბრალოდ ესე ყოფილი ექსის გამო გაიქცე, ან რა ვიცი, სად უნდა გაიქცე? არა, მითხრა რომ გიპოვნიო სამსახურსო. რა? სამსახურს გიშოვიო. თან ანუ ვალი დაგადო. და ეხლა რომ გითხრას რომ მაგ სამსახურიდანაც წამოდი ჩემი ნაშოვნიო, მე რა სიზავ? ეგრე არ მეტყვის, იმიტომ რომ გიორგი არის ძალიან ღირსეული ადამიანი. კი, შეიძლება ღირსეული კაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი გაბოროტებული ადამიანია, რომელსაც მიეცა საშუალება რომ შური იწიოს შენზე და არ მინდა რომ შენი კომპლექსების გამო ავარდე. წავედი, ახლა ბევრი საქმე მაქვს და ხვალ გელოდები სამსახურში. ამიყურებელი. მე რო დაგირეკე, აქვე იყავი საქმე. სახლიდან მოვედი. აბა იფრინე. აი შენი ამბავი რო ვიცოდი, იმიტომ გითხარი რომ სასწრაფო არ არის მეთქი. ხო, რა ვიცი. აი ეხლა არ მომატყუო, დილთ არ გისაუზმია, ხო?
არა და არც მინდა რა. მართლა ბავშვობის მერე არ მისაუზმია დილით. მე არ მინდა ბავშვობა გაიხსენო. არც მაშინ არ მიყვარდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. კაი, ყავას ხო დალევ? თუ არ შეწუხდებით. რა შვება ელენე? სწავლობს 10-იანებზე? ისეთი კარგი გოგოა. ძალიან. უი, ორცხობილაც მაქვს. არა, მართლა არ მინდა რა. შეგარი არ მინდა ხო? არა. ამ ბოლო დროს ძალიან არ მომწონს კობა. აი რო უყურებ გული მისკდება. ეს ჩემი ხიარული მოუსვენარი კობა გადაიქცა, არ ვიცი, მე რაღაცნაირ ადამიანად. მოხუც ჭაჭყანა კაცად. გარეთაც ასეა, მეგობრებთან ესე იქცევა? ახულობს რომ მეგობრებს სამსახურში მოდის გამოუძინებელი და სულ გაღიზიანებული, ჩვენც უგვეჩხუბება. იმ დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეზე არ მოვიდა. რაღაცა სისულელე მოიმიზეზა, რომ დავლევ დამეძინება. ეძინოს მაინც. მთელი ღამე მთვარეულივით დაბორიალობს აქეთ-იქით, ხან ერთ სკამზე დაეძინება 5 წუთით, ხან სავარძელზე ჩაეძინება 5 წუთი. არ ვიცი, მე დილით არის აბსოლუტურად გამოუძინებელი და უგონო. დღეს დილით 5 წუთი რო დამეგვიანა სამზარეულოში შემოსვლა, ტაფა დარჩენია ქურაზე და სამზარეულო იყო კვამლში გახვეული, კინაღამ დავიხრჩვით. დაეძინა თვითონ? ხო, აი აქ ეძინა. კაი, ეგ არაფერი გადავრჩით, მაგრამ აშკარად რაღაც ჭირს. ხო და ამიტომ მე არ მეუბნება. და შენ დაგირეკე რა, მაგიტომ რომ იქნებ. თქვენ გონიათ მე მეტყვის? ბავშვობიდან ესეთი უთქმელი არის. რაღაცა რო უჭირდა ვერასდროს ვერ ვიგებდით რა ჭირდა. ხო, მაგრამ შენ ყოველთვის იგებ ხოლმე მაგის ამბებს. დაველაპარაკები აუცილებლად. ძალიან გთხოვ რა. ოღონდ მე და შენ ერთმანეთი არ გვინახავს. არა რა საუკუნეა. ორ წამში დაეძინა. ხო და ცოტა ადრე ხვალ დავაძენეთ კეთი. მე შუაღამის რო გაიღვიძებს ისევ თამაში მოუნდება და აღარ დაიძინა. ბებას სიყვარული. აი ეგ ხოწები მაშინ უთხარი რა, რო გაიღვიძებს დაგირეკავ და გაიმეორე. ნუ წუწუნებ, თავარია ჯამთელი იყოს. ხო. მივხვდი რომ მართლა ჯამთოობა არის პირველი რა. ეხლა წესიერად მომიყევი რა ჭირს კერესას. ო, არ ვიცი დედა რა, ძალიან ცუდი რაღაც ჭირს. მოკლედ რაღაცა ნევროლოგიური პრობლემები აქვს კატოს და თუ ვერ უმკურნალებენ, შეიძლება რომ დაბრმავდეს საერთოდ ბავშვი. დედა რას მეუბნები? მე რა უნდა ქნა? ხო და არ ვიცი, რაღაც კვლევებს უტარებთო ეხლაო და არ ვიცი რა უნდა ქნან. ერთალია ჩემ ტერიენდო მაგათ რა. ვისთან ყავდათ ხო არ იცი? და დამავიწყდა რომ მეკითხა. და შენ ხო ყავს ვიღაცაები კეთი? ხო შეგიძლია რომ ვინმეს კითხო? ხო აბერას ვიზამ ირინკას დაურეკავ მაგისიძე, კარგი ნევროლოგია, ბავშვებთან არ მუშაობს, მაგრამ ვინმეს მაინც გვერდში. გეხვეწები რა, ძალიან თხოვნთ არ დაგავიწყდეს. არა, ხვალდილიდან დავრეკავ. მადლობა დიდი. წავედი ახლა მე და სამუშაო დღეა. შენც დაისვენე. არა, მოიცადე რა სამუშაო დღე. ხო გითხარი არ მივდივარ მეთქი კეთი. მითხარი, მაგრამ არ მგონია ესე მოიქცე. ადამიანმა წადიო და არა გინდა თორე დავჩები მეთქი უთხრა? ანა მე შენ ჭკვიან გოგოდ გაგზარდე და არ მომწონს შეშინებული შტერი გოგოსავით რომ იქცევი. არ ვიქცევი შეშინებულებით. იცი რომ ძალიან მიყვარს გიორგი და პატივს ვცემ. მესმის გაბრაზებული როა. მაგრამ შენ სად იმუშავებ, რა შეჭამ და რა ჩაისმე, მაგას აღარ ეხება. ასე რომ ხვალ გამოიპრანჭები და წახვალ სამსახურში. ხო და მაგ სახით ნუ ივლი ხანდახან გაიღიმე კიდეც. რა ტორტების ცხობა იცი, ნუნუ? კაი მითხარი შენ როგორ არის კობა ისევ ისე? არა,
ყოველდღე უარესად და უარესად არის. და ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, რომ ჩემი ბრალია ყველაფერი. რა არის შენი ბრალი? თან რო ყვებიზედ ეგ? არ უნდა გადავრეულიყავი იმ გოგოზე. მით რა იყო ვერ გავიგე, ადამიანი ხარ შენც და გადაირიე, რა მოხდა? ხო და აი ყველასავით რომ მოვიქეცი, აი ეგ მაგიჟებს სწორად რა. აურიებით ცხოვრება. ეთერი, მთელი ცხოვრება თავის დადანაშაულებაში ხარ. მეც მარტო შენ გადაირიე? არ გახსოვს ელენე რა დღეში იყო? ხო და მე რო კარგი ქალი ყოფილიყავი, უნდა ამეხსნა ელენესთვის. დამერწმუნებინა რაღაცეებში. მე კიდე ცეცხლზე ნავთი დავასხი. კაი, ეგ ეყოფა აღარ მინდა მაგის მოსმენა. ყველაფერი კარგად იქნება, აინახავ. მეც მაგის იმედი მქონდა, მაგრამ ვერ ერევა ბიჭი თავს. გოგო, გამაგიჟებთ თქვენ. მარტო რანაირად მოერევა? მაგას ჭირდება ექიმი. თუ წამომყვა კი, მე კი გითხარი კარგი ნევროლოგი, მაგრამ რა ვიცი, ფიქრობ, ფსიქიატრი ჭირდება. შენ გონია ფსიქიატრი ჭირდება? რა იყო რა გეშინია ფსიქიატრის რა? ტვინის ექიმია, მეტი კი არაფერი. არა, მე სულ არ მეშინია, უბრალოდ თვითონ როგორ მიიღებს ამას. ნუ თვითონ უნდა უნდოდეს აუცილებლად. რა ვიცი. იცი რა, მე რომ მივიდე ჯერ და მოუყვები ყველაფერს, აუხსნი სიტუაციას. ხო, მაგრამ შენ რა უნდა უთხრა? არა, მე მოუყვები ყველაფერს, უბრალოდ მაინტერესებს ასეთ სიტუაციაში მე როგორ მოვიქცე. და რაღაცას მირჩევს და რა ვიცი, არაფერს არ კარგავ. შენ უბრალოდ მითხარი, როდის გინდა მისვლა და მე დაურეკავ წინასწარ. შენ რო არ მყავდე რა მეშველებოდა? რა გეშველება? კაი, მოდი ახლა ვჭამოთ ეს უგემრიელესი ტორტი. კაია? აპარე. რა გჭირს? ანგრევ ბიჭო? ხო, ვანგრევ. რა იყო, გინდა რამე? არა, ესენ დომებით არაფერი, უბრალოდ მინდა რომ დაწყნარდე რა. ვერ დავწყნარდები რა. ყველაფერს ვაკეთებ მარტო, არ გამომდის და ვერ ვასწრებ. კაი, ნუყვირი რა, კობა. ნუყვირი. კაი, ჯერ ერთი ნუყვირი კობა და მეორეც მე და ზვია და დილიდან ვირებივით მუშაობთ, ძმაო. ძმები ვართ? მითხარი ახლა რა მოხდა? არაფერი რაღაც ვაკეთებდი და არ გამომდის. კაი, ამის დედა არ ვატირე ბიჭო, ამ დეტალის გამო ხარ ნერვები მოშლილი? ადრე არ გეშლებოდა ხოლმე ძმაო ესეთ რაღაცეებზე ნერვები. კაი, კობა რა, ეხლა მოხარშულს გიცნობ ძმაო, ზუსტად ვიცი რაზე ბრაზდები და რაზე არა და ეხლა შენ ძმობას ვიცავარ, ვერ მივხვდი რა გჭირს. აი შემეშვი რა. იყეფები რა, კაცი ვერ დაგელაპარაკე. რა უქნა, ეგეთი ვარ რა. სულ ნერვებზე ვარ, არ ვიცი. მე არ მძინავს. დღე ვერაფერს ვერ ვაკეთებ და ბავშვს ვერ ვეკონტაქტები. მე მითხარი ბიჭო, იქნება დაგეხმარო რაღაც. კობა, შენ ძმობას ვიცავარ. ესე არ შეიძლება გაგრძელება ძმაო. სადღაც დაეცემი, რაღაცა მოგივა ბოლო-ბოლო. არაფერი არ მომივა რა. გადამევლის და დავიძინებ რა. გადაგივლის და ტყეში ხარ ბიჭო, მიდი ექიმთან და გამოგიწერს რამე წამალს რა. არ მინდა რა, ჭირდება. ბიჭო, გჭირდება შენ ძმობას ვიცავარ. მეც მჭირდება. და ელენეს ჭირდება რა. დასაკეთებია.
მესვე დავამთავრე. რა ხდება ზვიად? შენ გელოდებოდი საქმე აქვს რაღაცა. მე მთელი დღე ერთად არ ვიყავით, აქ რო არ დამხვედროდი. არ მინდოდა კობასთან რომ მეთქვა. რა ხდება? კობა სჭირს რამე? არა კობას არაფერი. უბრალოდ ძალიან პირადულია რა. იცი რომ ძალიან მიყვარხარ. მოგოდ მეგობრულა ძმაო. თან ცოლი ყავს ეხლა. ოუ, კარგი რა. ისედაც ძალიან მიჭირს და როგორ თქვა არ ვიცი. მე დროზე მითხარი დაღამდა უკვე რა. შენს მას ეხება. რეზის? რა ხდება? კარგათაა? ალბათ. მაგრამ თვითონ თქვა რომ ცუდად ვარ. როდის? გუშინ სახლში რომ მივიყვანე. კაი, თრალი იყო გაგუდული ეხა და ცუდად იქნებოდა, ხო არ გეტყო და კარგად ვარო. არა. ესე თქვა რომ 10 თვე არ მიძინია. რატო? იმიტომ რომ ჩემს გამო უდანაშაულო კაცის ციხეშია. რას ბოდა? შმაგის და გვანცას გეფიცები ზუსტად ეგრე მითხრა. თან სულ ვალებში ვარ. და მაგიტომ რა იფიქრე, ბიჭო? დათვრა და რაღაცა სისულელეებს ლაპარაკობდა. ჩემი აზრით დათვრა გათამამდა რომ სიმართლე ეთქვა. რავი, ზვიად, რეზი იმ დღეს საერთოდ არ ყოფილა. რა იცი? მოგლედ რო არ მეთქვა არ შეიძლებოდა რა. Male, male, ხომ იცი რომ